ვის უნახავს შავი წიგნი, წიგნი წითელასოებით, დაწერილი სისხლის წვეთით, დაწერილი სასოებით, გადიარეს გრიგალებმა, დღეს ის წიგნი არ ვინიცის, დაჟამთ მტვერით იფარება წიგნი ცის და დედამიწის. დიდხანს ვწერდი, დიდხანს მწვავდა შთაგონების ცეცხლი მწვავე, ვწერდი ჟინით, ვწერდი ვნებით და იგი დავათავე და ვფიქრობდი, ჩემს შავ წიგნში თუ არ სმეთქი რომ ისეთი რომ არაჩნდეს მწარე გესლი, რომ არაჩნდეს სისხლის წვეთი და მეწვია შემდეგ ეჭვი და მომწყინდა იგი მცნება, ვსთქვი, სხვას რას აქვს ფასი ქვეყნად რომ არ იყოს ხელოვნება, მაგრამ ჩემში საუბრობდა მეორე ხმა ფარული, ხელოვნება ეს ოქროა, მიწის გულში დამარხული, ხელოვნება მარგალიც ჰგავს, მას სხვა ფარავს შეუცვლელი, რაც იშვიათ თუ მისწვდება კაცის გული, კაცის ხელი. არის წმინდა პოეზია და მუსიკა არის შორი, მაგრამ ქვეყნად არ არსებობს ის ალერსი, ის ამპორი. არის საღვთობილიკები ამ სივრცისკენ მიმავალი, აირჩიე მათგან ერთი, აირჩიე ერთი კვალი. შავი წიგნი არ თავდება, შავი წიგნი შუა წყდება, მას იქით კი კაცის გრძნობა და გონება ვერას წვდება.